კენჭისყრე გადავწყვიტე იმის გამო, რომ ჯერ ერთი პროფესიული თვალსაზრისით მე მიმაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტები, იმიტომ რომ პარლამენტი არის ის ორგანო, სადაც კანონები უნდა იწერება და სწორედ კანონები უნდა დაწერონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ხელეწიფება და არა ის ადამიანები, რომლებიც პირდებიან ადამიანებს, რომ ქალაქს აყვავებენ და ეს სრულ დაპირებები, ეს ძველი პოსტსაბჭოური მენტალიტეტის მქონე ადამიანებმა, რომლებიც ელემენტარულად არც კი იციან რა უნდა პარლამენტზე, საერთოდ რა ორგანოა და უმეტეს შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუციაც კი არ აქვს საკითხული, ვარ პროფესიონალი, კვალიფიციური ადვოკატი და სწორედაც რომ საქართველოს ამჟამად სჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები პარლამენტში. საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში მოსვლას, რადგან იმის შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ერთადერთი რასაც ვახორციელებდი ომის დროს, ვიყავი ჯარისკაცი, ვომოვდი მშვიდობის დროს ვიცავდი ადამიანის უფლებებს. არც ერთი ომი არ ყოფილა, სადაც მე ნამყოფი არ ვარ, არსაიდან არ გამოგცეულ ვართ, ვიდექით ბოლომდე და ასეთი სახელიც გვაქვს. ასევე ადამიანის უფლება და დაცვის სფეროშიც ვიბრძოდით და ბოლოს დავსვით ჩემ თავს კითხვა. იმის შემდეგ, რაც ბატონ დავითისგან შემოთავაზება მივიღე. მე ვიბრძვი ადამიანის უფლებების დასაცავად, ვიბრძოდი შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, ივანიშვილის დროს. ანუ გამოდის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მე უნდა მეძახა, რომ ირღვევა და ისმის კითხვა. ბოლოს ხო დაუსვენ ადამიანს კითხვა. შენ რა გააკეთე, რომ არ დარღვეულიყო, გარდა იმისა, რომ იცავდი ადამიანის უფლებებს. ნული. ახლა იმის შემდეგ, რაც ბატონმა თევზაძემ დავითმა შემოთავაზა მის გვერდზე ყოფნა და ეს მეამაყება, რადგან ის არის ერთ-ერთი უდიდესი პატრიოტი საქართველოსი, მე გადავწყვიტე ის რაც ჩემი ხედვებია კონკრეტულად სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, პირადად განვახორციელო იმ ძლიერ პატრიოტ გუნდთან ერთად, რომელიც ჩვენი აზრით უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. 2006 წლიდან პოლიტიკურ მოძრაობაში ვარ, საერთოდ ოპოზიციაში. იქიდან გამომდინარე ჩემი წარსული პოლიტიკიდან გამომდინარე ერთ-ერთი ღირსეული პარტია და მისი ლიდერი ქალბატონ ნინო ბურჯანიძე, რომელსაც ძალუც საქართველოში თითქმის ყველა პრობლემის გადაწყვეტა, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ქალბატონ ნინოს პარტიიდან მიყარა კეჭი ქალაქ გორში მაჟორიტარ დეპუტატად. რომ ჩემი ქალაქი მიყვარს ჩემი სამშობლო. საკმაო გამოცდილება მაქვს მე შრომაშიც, ამიტომ მინდოდა რომ მეთი გამეკეთებინა ჩემი ქალაქისთვის და გორის საზოგადოების ხმა მემეტანა პარლამენტში. ნუ ხელშეშლა არის ის, რომ მე მიმაჩნია, რომ არსებობს სამთავრობო რესურსი ხელისუფლების ადგილობრივ მმართველობაში და ჩვენ ვხედავთ ახლა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, რომ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატზე მუშაობენ, მათ შორის საბავშვო ბაღის მასწავლებლები და ასე შემდეგ. ესეც პოსტსაბჭოური მენტალიტეტი არის, როდესაც ადამიანები მიდიან და აიძულებენ კონკრეტულად სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებულ ადამიანებთან და სთხოვენ გარკვეულ შეხვედრებზე გამოსვლას. ხელისშემწყობი არის თვითონ განწყობა მოსახლეობისა, საზოგადოებისა. აქ ორმაგი დამთხევა არის, რომ არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თქვათ პატრიოტთა ალიანსის მიმართ არის დიდი სიმპათიით განწყობილი და არის ჩამოყალიბებული მხარდამჭერები და მეორე ფაქტორი ხელშემწყობი, ჩემი წარსული ცხოვრება და ჩემს მიმართ ის პოზიტიური დამოკიდებულება, როგორც კანდიდატის, როგორც პიროვნების მიმართ, ეს არის ხელისშემწყობი. მე ვარ 300 არაგველის თავმოვალი, როცა ჩემი წინაპარი მიდიოდა საომრად, 300 კაცი, არ ვფიქრიათ, რომ დავმარცხდებით. თავის საქმე გააკეთეს. ჩვენ არ ვიცით, უკან დახევა, ვიცით პირდაპირ სიარული. ნუ ხელისშემწყობი ის არის, რომ საზოგადოება მიცნობს და ხელისშემწყობია ის, რომ მომცემენ მას ჩემი მომრჩევლები. ხელისშემშლელი მე მგონი არა მაქვს ხელისშემშლელი. არაფერი ხელისშემშლელი. ხელისშემწყობი ფაქტორი პირველ რიგში მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს იყო ქალბატონ ნინოს
გამოსვლა რომელმაც მარტო გორია და გორის რაიონი მთლიანად მთელი საქართველო აღაფრთოვანა ჩემი აზრით და ეს პირველ რიგში ეს არის ხელშემწყობი რომ ქალბატონ ნინოს გამოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი პირადად გორში და გორის რაიონში დადგა ჩვენი პარტიის აზრზე ასე ვთქვათ თანამოაზრეები გახდნენ ხელი შემშელი მე გორში არ ამგონია რომ რამე იყოს ხელი შემშელი ჩვენ პარტიასთან მიმართებაში მაგრამ